ხალები შეშემოხედავს ნადორულნი შური შემხედავენ ხალები ფიქრმა დაღალა ვაჟგაცი დაღალა დაბალა დახარა შენ ახარ ჩემო ძირფასო ფიქრმა სალიგოდეს დაღარა დაღარა დანაოჯა ზეთყოილა აღარა ხარა მაწუდი ქალსაო რადმე ჩვენება ახარ ლექსებსაც მაწუდი ქალსაო ნეტაი დამიწუნებდე გამანერებდე თავსაო ვივლიდი ლაშარაღელესა ვაჯებს ავლებდი თვალსაო მაშინ ხომ შევეყარებოდი ჩემი ბუნების ხარსაო მოკლედ, აი ასეთი სტუმრები გვყავს დღეს ფოლკლორის წარმომადგენლები, ულამაზესი გოგონები, რომლებიც უკრავენ გარმონზე და დოლზე, რაც ცოტა იშვიათია დოლზე. დოლია იშვიათი. არა, ქალბატონი რომ უკრავდეს დოლზე. თითქმის არ მახსოვს ქალბატონი დოლზე ასე არ შემხვედრია, იცი, არსად. იშვიათია. ხო, ძალიან იშვიათი, ძალიან დიდი პატივისცემა ჩვენგან სამივე გოგონას და მე ახლა მინდა გავიცნოთ ეს გოგონები, ხო? ნატა კიკაძე, ნინუცა მჭედლიშვილი და კატო ცისკარიშვილი. ძალიან სასიამოვნო და მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან. მადლობა თქვენ. აბა მოგვიყევით ახლა ვინ საიდან ხართ? აბა ვიცი დავიწყოთ, ნინუცათი დავიწყოთ. ეგ ძალიან გზელი ისტორია ახლა მე მოკლე შინაარსი. მოკლედ ამბობ რომ არ ახმეტიდანაც და ფშავიდანაც, იმიტომ რომ ორივე ჩემთვის ძალიან ისეთი ახლო და ძირფასია და მშობლიურია დიახ. ნუ ორივე პაპა ჩემის დედულეთია ახმეტაც და უკანა ფშავიც, მაგრამ ესე გამოვიდა რომ ზოგადად მე ვარ მჭედლიშვილი და ჩემი ძირი არის კაკაბეთიდან და საუკუნეების წინ ჩვენები კაკაბეთიდან წამოვიდნენ, უღუდლები იყვნენ და მოღვაწეობდნენ საინგილოში. საინგილოში მოღვაწეობდა და მასწავლებლობდა ასევე გრიგოლ აფშინაშვილი პაპაჩემის პაპა. და საინგილოში გაიცნეს ერთმანეთი პაპაჩემის მშობლებმა. იქიდან წამოვიდნენ მე და დაფუძნდნენ აი ისე ახმეტაში ოღონდ აფშინაშვილების მშავლების ფუძეზე. ამიტომ ახმეტაში მე სოფელი სარაზ მაქვს კახეთში. იქ ის არის მშავლების სოფელი და ვართ მშავლების ფუძეზე. ამიტომ კახელიც ვარ და მშაველიც ვარ. აჰა. როგორ მიხარია შენეთყვება თავის წინაპრებს ალბათ. ხარი რომ იცის და ალბათ დაუჯდა ბებიას, ბაბუას თუ პაპა და ბაბუ როგორ ეცახა მამა, პაპა, დიდე და ყველა. ეს მოკლე შინაარსი იყო თუ მოკლე შინაარსი იყო? დიახ. ჩარჩქარა მოვიდა ანუ ხარ ფშაველიც დიახ. და ხარ კახელიც. კახელიც. გასაგებია. თქვენ ენაცა. იგივე ისტორია შემიძლია მოვუყვე. დედის მხრიდან მე იმიტომ რომ მე შვილიშვილები ვართ. ანუ პაპები იყვნენ ძმები. დიახ. მაგრამ მამის მხრიდან ვარ თუში. სოფელი მაქვს წოვათას ხეობიდან, სოფელი ინდურთა, მაგრამ დიდი ხანია რაც ჩამოსახლდნენ სოფელ ნორიოში, მაგრამ ნორიო გარეკახეთ. დიახ, აქვე არის თბილისთან ძალიან ახლოს, ჩემი გვარი არის ძირითადად ნორიოში, სოფელ ნორიოში. აჰა. გასაგებია. აბა ნატასთან მივედი. ხაშურიდან ვარ. რატო არა? მე ხაშურიდან ვარ უბრალოდ. რა დავამატო არ ვიცი უბრალოდ ძალიან კარგი იუმორით და ძალიან კარგი გოგო, ძალიან სასილამაზი წისფერი. ხაშურში მე უბრალოდ ხაშურიდან ვარ. ხაშური საკვანძო ქალაქია ეხლა რატო რა? რაღაცით ვიამაყ. აგერ მეც ხაშურელია. და ჩემი შვილები ხაშურელები არიან.
მეტი რა გაუნა. არ არის და საჭირო. ზაფხულში ძალიან ხშირად მიწევს ხაშურის ბაზარში ჩასვლა და გადაგჭირდილა ჩემი შვილები თითქოს ქმარი პარიზიდან იყოს. ხო, ქმარი? ხაშურის ბაზარში თამუნა ყიდულობს ყველს. გადასწრებს ყიდულობს. ხორცს არ ყიდულობს. ხაშური რაც ლაპარაკო. კი გოგა ხო გიყვარს? თევზს და ასე მიყვარს. ამაყი რა ამაღდი ერთი სამოთხის ვაშლი მომაკ ხაშურის ბაზრიდან რას მურაბას ლაპარაკობ კარგი მიგაქვს მე. მურაბას აკეთებს. მურაბას. შენამდე არ მოდის. იცით რა მაინტერესებს? ეს ხალხური საკრავები, ოჯახური ტრადიცია თუ უბრალოდ თქვენი ინტერესია და მოგწონთ? ოჯახური ტრადიცია არის. ნუ პაპა ჩემი სპორტსმენია, მაგრამ ესე ჰობის სუნეზე ხონდა ხოლმე სულ სიმღერა და ხალხურ ფანდურზე უკრავდა ხოლმე და მღეროდა. პაპა ჩემის დედაც მშაველი ქალი იყო და ეხლა ყველა მშაველი მღერი შეიძლება ითქვას. მართლა ხო? ხინკალს მოახევენ, დასხდებიან მღერი. მამა შემამითხრა რომ ესე ჩვენ ფანდური რო არ ქონდათ ხოლმე ოჯახში, ეხლა ჩვენ პაპა დიდედას ცოცხლზე გააბავდნენ ხოლმე სიმებს და იმაზე უკრავდნენ ხოლმე. ჩამში ვარ ნამყოფი ufisეთ ისტორიები მაგ დამბალყაჩოზე. ცოცხლია აქანდაზე ცოცხლია. არა, ბოჯობია გოგოებმა მოყვენა და ჩემი ისტორიები. ანუ თქვენი ყველა ისტორია საერთო ერთი ფუძეა ხო? ყველგან ერთად ვართ თითქმის ანუ ერთს რო ვეკითხები, მეორე იგულისხმება. მეორეს რო ვეკითხები, პირველი იგულისხმება. ხაშურში რა ხდება? დოლი ტრადიცია თუ უბრალოდ ინტერესი? არ ვიცი, აი როგორ აი რატო გაჩნდა დოლი? სადიპოვის დოლი. ხორცილში ჰა? ხორცილში? დავადე თავი შევარდი და დავიწყე დაკვრა. ხორცილში ეგრევე? მე ხორცილებს წართვი ეს დოლი. და იცი რა ხორცილი კარგად ახსენა ნატა მე როგორც ვიცი ხო მე აი აქედან დაიწყო მე რა ხორცილების დიზაინს აკეთებს ნატა წამყვანი და ორგანიზატორი ოღონდ ეს დაიწყო მაქედან ვიდეო რო დავდე მილიონობით ნახვა აქვს მაგ ვიდეოს ხოთა შორის ჩემი და დოლის პირველი ურთიერთობა ეგ დღე იყო როგორ ანაწილებ თან დოლზე დაუკრა თან ხორცილის დიზაინი გააკეთო და მოაწყო და პლუს ვამზადებ მე-12 კლასის ბავშვებს ბოლოზარისთვის დადგმები გვექნება სკოლებში იქნება 25 მაისს დოლის ისტორია მაინტერესებს. ანუ მიმდინარე ქორწილია, შეხვედი, მიხვედი მუსიკოსთან, გამოარჩი დოლი და დაუკარი. ანუ არ იცოდი მანამდე არ. ეს თქვენი ორგანიზებული ქორწილი იყო თუ არა, სტუმრად იყო? უბრალოდ სტუმრად ვიყავი. ზოგადად მუსიკასთან ურთიერთობა ბავშვობიდან მაქვს, დედა მუსიკის მასწავლებელი მყავდა. ფორტეპიანო, ფანდური, ტამტამიც ბავშვობაში, ანუ არ მისწავლია უბრალოდ. აი გოგას ტამტამი ეხერხება და პრომარტვა. ტამტამით დავიწყე და დოლი ძალიან მომწონდა. საინტერესო. შევარდი ქორწილში, გადამიღეს ვიდეო, დავდე და გავაგრძელე ქორწილში ყოფნა, მე ვიმღერე, სადაც მივდივარ მოკლედ თამადა, მედოლე. ყველაფერი შემიძლია ვიყო. სადღე გრძელოები შემიძლია, მაგრამ არ ვსვამ. ჯაგრძელობა. დავამტკიცე და არ ვიყო. ჯერ სადავარინდეს დავაცემ. რატო არ სვა რა რთული სიკვდილი გაქვს? არა, ბოლომდე უნდა მივყვე ქორწილს და სანამ ბოლო კაცს არ გავისტუმრებ, იქამდე ვიმღერო, ვაი შეგინაცა. გასაინტერესო. დავდა ეს ვიდეო, მე გავაგრძელე ქორწილში ყოფნა და იმ ღამეს, არ ვიცი, რა გაიტანა ესეთი. მაგ დღიდან დაიწყო მოკლედ უფრო მეტად მივეჯაჭვე ამ დოლს და გაჟღერდა TikTok-ზეც რომ დოლი არ მქონდა და ეს ხალხი მიწერს რომ მე გამოგიგზავნი შვილო, მე გამოგიგზავნი და ზოგი მეპატიჟება ნათლობებში, დაბადების დღეებზე, ქორწილებში, რა მირეკავენ, რომ ნათლობა მაქვს და იქნებ დოლით ჩამოხვიდე. ანუ როგორც მუსიკოს უკვე მე დოლეს. დოლის გარეშე ქალად აღარ აღმიქვამენ და მე ხარ ყველგან მივდივარ. ჩემი დოლით დავდივარ. ბროწეულები რო ხო და ქალბატონმა თეამ უსაყვარლესმა რომელსაც სხვათა შორის თან ქონდა კავშირი ეს მერე და მერე გავარკვიე დაამზადებინა ჩემთვის მოხატა საკუთარი ხელებით და ხაშურში სახლში ჩამომიტანა დოლი პირადად ჩემთვის დამზადება საკოლექციო დოლი ქონია ჩემი ბროწეულა სადაც მივდივარ ყველგან ჩემი დოლით მელოდებია რამდენი დოლი გქონდა ეს ერთი ჯერჯერობით ჯერჯერობით ეს ერთი დოლი ანუ გამოუგზავნეთ ნატას
ხო. ერთი დოლი ჩვენ სახელზეც ვაჭრობთ. მანანას რადიოსავით ამ გადაცემის მერე დაგროვდება და დასარტყამის დროზე მარტო დოლზე თუ ტამტამიც კი ბატონო ტამტამით დავიწყე. წინასწარ ხდება ჩაწერა ეს ქორწილების დიზაინი, ალბათ გითახმებენ თვეობით ადრე. ხუთი ქორწილი უკვე წინ მაქვს, ერთი ჩავატარე. ეს რომელი დარბაზი, როგორც კი გაცდები ქვიშხეთისკენ რო დარბაზია, ხო იმას ამბობენ. ანუ ხაშური აყვანილი ხავს. ამზალი ხაშური ხეში. აგვისტოში ერთხელ გესტუმრები. დიდი სიამოვნე. დოლზე. რომელ დარბაზში იქნები წინასწარ უნდა კამერა. მე რა მაინტერესებს იცი გოგოებო? თქვენ თვითონ თუ წერთ მუსიკას? ჯერჯერობით არა. მაგრამ ვცდილობ დაღვადგინოთ ძველი ჩანაწერები და ვმუშაობთ ჩვენს ასე რომ ვთქვათ ანსამბლთან ერთად. აბა მოყევით რა ანსამბლი რა ხდება? რამდენი ხართ? დაიწყენებ. ჩვენ ვართ ქართული საბრძოლო ხელოვნების ხრიდოლის აუ როგორ მიყვარს. ხოჩა, ფრიდოლები და მასთან დაარსებული არის ერთ-ერთი ანსამბლი იბერია, რომელშიც აღვიზარდეთ ქაბატონ ეკატერინე ხუცაშვილთან და ლევანო გუშარაშვილმა აღვზარდა. შემდგომ უკვე როდესაც წამოვიზარდეთ, უფროსმა თაობამ გადაწყვიტეთ ჩამოგვაყალიბებინა ჩვენი ანსამბლი, რომელსაც ქვია ხატიონი. ხატიონი ხრიდოლი შეგიძლიათ ფლობთ კარგად. ფარიკავთ. კიდევ ერთი პატივისცემა და სიხარული არის ჩემგან. თვითონ ხატიონი იმიტომ ავარჩიეთ, რომ დავდივართ ხატში, უკანაფშავში, როგორც იმის ამახსენა ხოშარაში და ხატში წამსვლელ მრევლს, ასე რომ ვთქვათ, ეძახიან ხატიონს. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ რადგან ყოველწლიურად აუცილებლად მივდივართ ივლისის შუა რიცხვებში უკანაფშავში, ხოშარაში, ჩვენ სამლოცველოში, ასე რომ ვთქვათ, ვითვლებით როგორც ხატიონია. აქედან გამომდინარე, დავარქვით ანსამბლი ხატიონი. ოჩაღ და ბევრი წარმატება. ულამაზესი ინსტრუმენტები გაქვთ თქვენ და ესეც ალბათ ორნამენტებით არის, ნახე როგორ ისეთ ძველია, ხო? ძველი არის, თუმცა ჩვენი მამა-პაპისეული ინსტრუმენტები არ არის. ეხლა ჩვენ ოჯახში ეგრე გარმოზე არ უკრავდნენ, მაგრამ მამა ჩემო რამდენიმე წლის წინ რა ბავშვობაში მე პატარა ვიყავი, მაშინ რომ გადაწყვიტა, რომ მე გარმოზე დავკრავ და მესწავლა და თავიდან შემიყვანა ფორტეპიანოზე. იმის გამო რომ მე დიდობაში გარმოს რომ მოვერეოდი, უკვე გარმონიც ამეღო ხალხი და გარმოს დაკვრაც მესწავლა და მე გარმოს როცა მოვერია დაახლოებით 13-14 წელიწადში უკვე გარმოზე დაკვრაც ვისწავლე და ლევანო გუშარაშვილმა მასწავლა და მე ერთ თუშკობა მარი ხაჩიძე, რომელიც მარი ხაჩიძე ძველ ნიმუშებს აღდგენს თუშურ ფოლკლორულ ნიმუშებს და გვასწავლა სრულყოფილი ტექნიკა და მელოდიები და ასე განვითარდით გარმონის სოლოზრისი და ეს გარმონი სულ შარშან ვიყიდა, მანამდე კაზანზე ვისწავლე და კაზანის კატოს დამომცა პატარა რომ ვიყავი, რახანინოცა უნდა ისწავლო შენ რომ გარმონზე დაკრავო და ჩამაბარა თავისი კაზანი და იმაზე ვისწავლე და და ეს შარშან ვიყიდე. აბა რამე დაგვიკარით უცებ. ექსპრომტად. უცებ რამე დაგვიკარით. გოგოებო, მიდი აბა. ისე თქვენთან უხენი შავში რა კარგი არის, ალბათ ყოველ დღე ხდება აქ ამბავი და აი მუსიკის გარდა კიდე საქმიანობა რამე არსებობს თქვენს გარშემო მე ვთავრებ მაგისტრატურას დაწყებით საფეხურის პედაგოგიკას, ვარ კიდევაც უკვე აქტიური მასწავლებელი თბილისის არქიმედეს სკოლაში ვარ დაწყებითების მასწავლებელი და ჩვენი ცხოვრების წესი არის, ასე რომ ვთქვათ, მუდმივად სიმღერა ან ინსტრუმენტთან შეხება გვაქვს ყოველთვის ეს. თან ასწავლე. და ნინოს გყავს, ხო, მოსწავლეები? გარმონზე დავიწყე ახლა ხო მასწავლებლობა, ასე ვთქვათ, მაგრამ ზოგადად სტუდენტი ვარ, მეც ივან ჯავახიშვილის სახელმწიფო სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობ ქართულ ფილოლოგიაზე. ძალიან და კარგი. ახლა ფშავში დავდივარ ხოლმე მაღაროს კარში, პირველი გაკვეთილი მქონდა ახლა ორშაბათს და პატარა ბავშვებს უნდა დავასწავლო ხოლმე გარმონზე დაკვრა. და თბილისშიც ხრიდოლის დარბაზში მაქვს ყავს რამდენიმე ჯგუფი და ასწავლე გარმოზე და სურვილი აქვს რომ იარონ და ისწავლო. სიმღერა გინდა, ქართული ენა და ლიტერატურა გინდა, ჩხუბი გინდა. ყველაფერი იციან რა. ბრძოლაში წამოვლენ და დაგვიგარით, ექსპრომტად.
რა კარგი გოგოები გავიცანით დღეს ნამდვილად. ძალიან. ეხლა შემდეგი. გამაინტერესებს. შეიძლება თუ უნდა დაგესაკითხო. არა, აინტერესებს. არა. სავარაუდოდ როგორც მგონია ჯერ წინ გაქვთ თქვენ რაღაცნაირი საინტერესო ცხოვრება. წინ აქვს, აბა რა აქვს? არა, გულისხმობ პირად ცხოვრებას. ალბათ ვერც განიხილავთ თქვენს გვერდით მყოფ ადამიანს, ვინც არ უკრავს ხალხურ საკრავზე, ან არ მოწონს. მე მგონი ყავთ ისეთი, რომელიც საერთოდ არ უკრავს არაფერზე. ისე ეცინებათ. არ ხინკალი არ ვარ. აბა რა ხდება? თუ შეიძლება გითხრათ. მე მყავს ნამდვილად მეორე ნახევარი, მაგრამ არ უკრავს და არც ეკოს, მაგრამ ძალიან დიდ პატივს სცემს ამ ყველაფერს. ხინკალი რა თქმა უნდა უყვარს დირექტ და ყველაზე დიდი გულშემატკივარი არის ჩემი. აჰა, ძალიან მაგარია. ეს არის მთავარი. თქვენთან რა ხდება? თქვენთან რა ხდება? არა არის? ჯერ ხვის ქორწილების დიზაინს აკეთებს და ნატა მერე მოიწევს. დაანებეს ხვის ქორწილებს შენ თავი. მიხედე საკუთარ თავს. და ჩვენ მოვალთ შენ ქორწილში. მე ანუ ყავს კაცო. გოგა, არა, მე გთავაზობთ რომ ნატას ქორწილში დავეწყოთ ყველა დოლებით. და დოლებით ოთარ იქნები თამადა. და ჩავიდეთ. და ჩავიდეთ. მე და თამნა ვიცით როგორ უნდა შევარდეთ ქორწილში. კარგი საფეგზელოები. ისეორებით გიმას პიზლებდით ჩემს ქორწილში ვარ ერთ აწევში. ჯერ პატარა. არა, ნატას ქორწილში თქვენც მოდიხართ. აბა როგორ, ჩვენ დოლებით თქვენ გარმონებით და წავიდა. ვათი წელი რა ხამე შემაგაზიანი და დასარჩენი მაქვს იქვე. ცხენით ამოვა რა შედი. ხაშურში დასარჩენი გვაქვს კი. ყველას. ყველაფერი არის. ბევრი მეგობარი იქ გვყავს. მოდი თავზე დავითენოთ. კი, შავში. დილით თავზე ნამდვილად თაში იქნება მე სხვანაირად არ წარვიდგინე. თაში ხო? აუ რა, მართლა დამპატიჟეთ რა თქვენ ქორწილში. აუცილებლად. სიტყვა, აი. ეს ხალხმა სიტყვა. მომგიმარი ბავშვია. აბა ძალიან ლამაზი და სვასი ნათელი იყავ თემ გოგოები. ცხოვრება. მადლობა. ქორწილში მივდივართ ნატასთან. ქორწილში, ხაშურში, მივდივართ ნატასთან. კი ბატონო. მე ავდივარ ქრიშხეთში. ნატა იცი რა მაინტერესებს დიზაინი, ანუ მარტო აი შენობის გალამაზება ხდება, სუფრის, ტორტიც შენი შეჭრილში არა, მე ბოლოს საძინებლის და მე არა, ნუ მაინტერესებს ახლა ხო არის რომ ტორტი 100 კაციანი, 200 კაცი ნატას ეკუთვნის ეს ყველაფერი. რეალურად ჯერჯერობით მხოლოდ წამყვანობით შემოვიფარგლები. ა წამყვანი ხართ. გასაგები. აქტივობებით, სიტყვით, როგორ თამაშები გაიცნეს ერთმანეთიდან ჩემი ინტერპრეტაციის. ხელის მოწერის წამყვანიც ხართ ხელის ალბათ. მოწერაც რა თქმა უნდა. გასაგები. ყველაზე ესეთი პოპულარული აქტივობა რა არის თქვენს ქორწილებში? 10 წუთი დაუხალავით ცეკვა წყვილებში, აი უკვე და გადმოგდებულები რო არიან და ანუ ჩართავ მუსიკას? ხო, სხვადასხვა მუსიკა ერთობა იცვლება. შემოვარდება. უცებ ლამბადა. იქნება ხო. ასე, კარგი, აი ჩვენ რო ჩავალთ, რა მაინტერესებს მუშაობა როგორია? ხშირად იხდიან ქორწილს, ანუ ბევრია ქორწილები ხაშურში, იმიტომ რომ გონია რომ თბილისთან ახლოს არის და თბილისში იხდიან. მე ეგეთ განცდა. არა, რატო? 300-500 კაციან ქორწილებს. მართლა? საშუალოდ კი. ანუ ის ყოველი შაბათი კურა შეძლებული ხალხი ცხოვრობ ხაშურში, ესენი ხელწამოსაკრავი. ხო და არა, ხო და ზუსტად მაგიტომ მგონია რომ მაინც დედაქალაქში მოდიან თქო რა ქორწილებს. არა, რატო? არა, მშვენიერი დარბაზებია, მშვენიერი ღვინო აქვს, მშვენიერი პურმარილი. ცოცხალი ჩამოგაქვთ იქვე? იქვე ცოცხალი. ხო და გეუნები ჩვენ. ახალდაბის ცოცხალი. წავიდეთ. ახლა ხმამურში ხალხო რა. წავიდეთ. ხო. კარგად დავლიოთ და 10 წუთიანი ცეკვა მე და შენ იცეკვ. ბაჩუკოს მაყურებელს კი არა და ქორწილს. ყოველ რაღაცულ წამში იცვლება მუსიკა. მე თანახმა ვარ თქვენ. ხასიათი და ჟანრი. ხან ქართულია, ხან შალახუა, ხან ლამბადა, ხან რუმბა, ხან სამბა, ხან მუმბა, ხან ბერძნული. ხან ბერძნულია და აი ბერძნული ხან მინდოდა. აფრიკულია და ასე რა დავეყაროთ ბოლოს. კი, ხაშურში. მე და გოგაც პარად ვისხდები. აი ქართლის ღვინო. გოგა ხაშურში დავტოვებთ მარტო ხას. მე მაგ მოფიქრებული წყნარად არიჯდები შენი. მაგაზე ვიდერდები. გოგა, აქვე მითხარი. რა გითხრა? პარად რატო არ მითხარ? რა მოფიქრებული, აქვე უთხარი, რა გაქვს მოფიქრებული. დასაპირე. გოგა გარშემოსი. ერთი წუთი ხაშურში რა საპირებთ ამდენი წლის მერე. რა მეხდება? ხაშურში რა მოხდეს ყველაფერი თუ მოსახდებია. რავაიმე. რა გავუიმე. ხარი გვაქრია მარტო და წავიდეთ.
მოკლედ ახლა ჩვენ ბოლოში გავედით. კი ბატონო. სამწუხაროდ. სამწუხაროდ ჩვენ გვიჭრება, თუმცა ისე ვერ გაუშვებთ ამ გოგოების დაკრული მოვისმენთ, მაგრამ ნატასთვის ნატას დაკრული არ მოგვისმენია. კი ბატონო. ხო და ამიტომ ნატას დაკრული და დარტყმული. დარტყმული არ მოგვისმენია, ამიტომ მოიწე ერთად ვთქვათ. ამიტომ ახლა ამ დაკრულის მერე ჩემი დამშვიდობება ვისაში ჭირდება, ჩვენ აქვე დაგემშვიდობებით და ერთ კვირაში შევხვდებით ერთმანეთს და თქვენ რას შეგვისრულებთ? შალახო. შალახო, წავიდა. Thank you.